გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა, რომელ სფეროში გააქტიურდება ენერგიები და რომელი შენი ცხოვრებისეული სფერო ამ ახლო დღეებში იქნება ესეთი დინამიური, აქტიური და რა მოხდება ამ სფეროში, ხო? ნახოთ ეს, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, დარჩით და მოვისმინოთ და ვნახოთ, ხო? რა სიტუაცია, რა ვითარება იქნებათ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, ხო? ზუსტად რომ რაღაც გავიგოთ ჩვენ ცხოვრების შესახებ, ჩვენ თავის შესახებ, ხო? ამისთვის საჭიროა ინდივიდუალურად ტაროს გაშლა, ასე რომ ვისაც გაგწურილი გელოდებით ინდივიდუალურ ტაროს სესიაზე ჩვენთან. ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ შემეხმიანოთ. ჩვენ კი დავწყოთ. გვექნება პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. შეგიძლიათ აირჩიოთ აი ეს ელემენტები, ფოთოლი, ჟარა, ხო? ფრინველის. რაც ეხანია რაც მაქვს და უკვე ისე გაიპუდა, უბრალოდ. ხო, შეგიძლიათ ესენი ფრინველის ბუმბული ასე აირჩიოთ, ეს დეტალები, ან თვითონ დასტა პირველი პოზიციის დასტა, მეორე პოზიციის დასტა და მესამე პოზიციის დასტა, ხო? ვისაც რა სურს და როგორ ურჩევნია, ისე აირჩიოს. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ამის მიხედვით იხემძღვანილეთ, ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემოგვერდეს. იგი დავიწყებ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით და ვნახოთ. ნახოთ პირველ პოზიციის ცხოვრებაში რომელი სფერო იქნება აქ წამყვანი, რომელი ცხოვრებისეული სფერო ამ ახლო დღეებში, ხო? ახლო დღეებში გულისხმობ 6-7 მაქსიმუმ დღის განმავლობაში, ხო? გაშლა, რა თქმა უნდა, აქტუალურია იმ დღიდან და იმ დროდან, როდესაც მოისმენთ და ნახავთ. დავიწყოთ, აბა. პირველ პოზიციის ცხოვრებაში რომელი სფერო გააქტიურდება და იქნება წამყვანი აი ამ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში. რომელი სფერო? მაღალი არკანით მაჩვენეთ ეს სფერო. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვით განვითარება, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რაღაც რუტინული საკითხები თუ ყველა ერთად. ესე იგი, სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვით განვითარება, კარიერა, ფინანსები, სამსახური ერთში გავაერთიანოთ. რუტინული საკითხები, რაღაც რუტინული საკითხებში შედის რაღაც ყოველდღიური საკითხები, ყოველდღე და მე და ჩემი ოჯახი მაგალითად, ხო? და ყველაფერი ერთად. დავიწყოთ სასიყვარულო სფერო. ოკეი, ჩვენი მოთხოვნა იყო მაღალი არკანით ეჩვენებინათ და დაიწყეს სასიყვარულო სფეროთი. ჯანმრთელობა, თვით განვითარება, ოკეი, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რაღაც რუტინული საკითხები დავკურჯე ეს ყველაფერი, ყველა სფერო ერთად. ყველა სფეროში რაღაც პატარ-პატარა სასიხარულო ამბები ბუნებრივია იქნება ამ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არკანები გვაინტერესებს აქ, იმიტომ რომ არკანები მოვითხოვე, ასე რომ მთავარი აქტიური სფერო აქ იქნება სასიყვარულო თემატიკა და თვით განვითარების ამბები, ასე რომ აი ამ სფეროზე იქნება აქ აქცენტი ჩვენთან პირველ პოზიციისთვის და დავიწყოთ. ესე იგი, სასიყვარულო სფეროში გურმი ქალი. ვაიმე, მოვარდა. ჩავდეთ და თუ ამოსასვლელი ისე ვამოვა. სასიყვარულო სფეროში გურმი ქალის არკანი, ხო? ეს რას გვეუბნება? ესე იგი, აქ სასიყვარულო თემატიური ამბები იქნება აქტიური და აქტუალური ამ 7 დღის მანძილზე. კი ბატონო. აქ ვისაც ქონდა რაღაც ჩამკვდარი სიტუაცია, დაპაუზებული სიტუაცია და საერთოდ არაფერი არ ხდებოდა და პირველი პოზიცია უკვე ისე იყო, მოხდეს რამე, რაღაცა, ხო? აი ასეთი პოზიცია ვისაც ქონდა, აი ზუსტად აქ არის ეს, რომ ამ 7 დღის მანძილზე ბევრი საინტერესო ამბები იქნება აქ. თქვენი სასიყვარულო სფერო აქტიურდება. აი ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ამბავს. კარგი, მაშინ, რა ხდება აქ სასიყვარულო სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში? რატომაც იქნება ეს სფერო აქტიური, ხო? რა ხდება აქ ამ 7 დღის მანძილზე?
აქ უეცრად გამოჩნდება პენტაკლების რაინდი თქვენთან. ესე იგი, აქ უცაბედად გამოჩნდება კი ბატონო. პედის ფორტუნა აქ საერთოდ ასე დავდეთ რომ შეხედოთ ამ სამკარცაც, ხო? აქ საერთოდ უცაბედად გამოჩნდება პირველ პოზიციასთან ვიღაც პენტაკლების რაინდი, ხო? აი საერთოდ უცაბედად გამოჩნდება ეს პიროვნება. ამ პიროვნებას პირველ პოზიცია, ნუ მესმის საჯარო მაინც ზოგადად იცნობს უფრო თუ არა. კი იცნობთ. ნუ აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ იცნობთ და რაღაც ან უკვე წარსული გაგაჩნიათ, სასიყვარულო რაღაც წარსული შესაძლოა გქონდეს, ვიღაცას შესაძლოა სასიყვარულო წარსული არა, მაგრამ რაღაც საქმე გაკავშირებთ, ან რაღაც საკითხი გაკავშირებთ, ან რაღაც საერთო პრობლემა გაკავშირებთ, ან რაღაც შეხედულებები გაკავშირებთ, ხო? ასე რომ ამ ორ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ აქ და ამით იხემძღვანელეთ, ხო? უფრო აქ იცნობს პირველი პოზიცია ამ პიროვნებას, მაგრამ ვინ როგორ იცნობს, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა, ვიღაცისთვის შესაძლოა ამ ადამიანთან ჯერ არ ყოფილა რაღაც სასიყვარულო ისტორია, მაგრამ ცნობადობით იცნობს პირველი პოზიცია ამ პიროვნებას. ეს არის აქ თავარი, ხო? და ეს პიროვნება რაღაც უცაბედად ასე ჩნდება. კი ძალიან უცაბედად ჩნდება თქვენს სასიყვარულო სფეროში, კონკრეტულად სასიყვარულო სფეროში. კარგი, რით ჩნდება? 5 რით და რაღაც ასეთ ემოციებში არის თვითონ და ჩნდება. ჩნდება ასეთ არჩეულებრივ მიმზიდველ ქალბატონთან, რომლისგანაც უნდა რომ მიიპყროს ყურადღება, ხო? რომელმაც უნდა რომ მიაქციოს ყურადღება, რომელთანაც უნდა რაღაც სასიამოვნო საუბრები სადღაც დაპატიჟოს, ხო? რადგანაც თვითონაც არ არის დიდად აქ ბედნიერ ენერგიებში, ხო? შესაძლოა გარკვეული პრობლემები გქონდეს მას ცხოვრებაში და ემოციურადაც რაღაც რთული სიტუაციები გქონდეს, ხო? ასეთ რთულ, ხო, არც ისე მშვიდობიან ენერგიებში იმყოფება ეს პიროვნება ახლა და მაინც რატო უნდა პირველ პოზიციასთან გამოჩნდეს? იმიტომ რომ ჯერ ერთი მოსწონხართ ამ პიროვნებას, მერე კიდე უნდა რომ გამოიჩინოს თავი და რაღაც საკუთარ თავსაც დაუნტკიცოს, რომ აი მე ასე გამოვჩნდები და ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას და უმეტესობა ქალბატონები ხართ და არაჩვეულებრივ ქალბატონს დაუპატიჟებ ახლა, ხო? ვინც ქალბატონი არ არის, გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უმეტესობა ვინც არის მაგიტო ამახვილებ ხოლმე ყურადღებას და ანალოგიურად თქვენზე მოირგეთ ისტორია, იმიტომ რომ არ შეცვლის გენდერი ამ ისტორიას და აქ ზუსტად ეს არის, რომ აი ასე გამოვჩნდები და დავიპყრობთ და რაღაცებს ჟარგონულად ვიტყვი ბოდიშით ვიჩალიჩებ, ხო? აი ეს არის აქ. კარგი, რით ჩნდება ეს პიროვნება პირველ პოზიციაზე? ხმლების რაინდი. აქ შესაძლოა იყოს ინფორმაცია, რაც თქვენ დაგეხმარებათ, ხო? რაღაც ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც თქვენ დაგეხმაროს შესაძლოა, ან კიდევ რაღაც ისეთი საკითხით, რაც გაერთიანებს, იმიტომ რომ აქ ამოვიდა ხმლების დედოფალი, ხო? ამ კონკრეტულ პიროვნებას უკვე იცნობთ და რაღაც საერთო გაქვთ ამ ადამიანთან, რაც გაერთიანებთ და ზუსტად ეს რაც გაერთიანებს, მიდის ხმლებზე. ხმლები რაღაც ინფორმაციას სწავლა, ხო? შესაძლოა ეს სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ან პოლიტიკა იყოს, მაგალითად რაღაც საბუთები, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ და რაღაც ისეთი ჩნდება, რაც თქვენთვისაც აქტუალური აქვს, რაღაც ისეთ ასე ვთქვი, ფორმალური საკითხი, ამით ჩნდება რაღაც ინფორმაციით, რაღაც ახალი ამბით, რაღაც ახალი ინფორმაციით ჩნდება აქ და ძალიან ისე რაღაც სწრაფად, აქტიურად ჩნდება თან. აი ეს არის აქ ისეთი მთავარი წამყვანი სიტუაცია. კარგი, როგორი მიიღოს ეს პიროვნება პირველ პოზიციამ? ხმლები. ტუზი ხმლების როგორ და მიიღოს ინფორმაცია, შევიდეს მასთან კომუნიკაციაში თუ ფრთხილად, ცივი გონებით. ორივე, კი, შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ მასთან კომუნიკაციაში, მაგრამ ისე რომ თქვენ აკონტროლოს სიტუაცია და არ მიცეთ ამ პიროვნებას შესაძლებლობა, რომ მან აკონტროლოს სიტუაცია და მან აკონტროლოს სიტუაციის მსვლელობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც არ იყოთ რაღაც ემოციურად ისე რომ დედა რაღაცა აი გამოჩნდა ის ერთადერთი და ამ განწყობებში არ იყოთ, ამ ენერგიებში არ იყოთ და ასე არ შეხედოთ ამ სიტუაციას, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. რატომ? რომ არ გატკინოთ გული, ხო? ან არ გაგიცრუოთ იმედები. ამის პერსპექტივა აქ არის.
და ამიტომაც აქ არის ასეთი რჩევა, რომ ყურადღებით იყავით. შეგიძლიათ ეკონტაქტოთ, მაგრამ დაიცავით თქვენი რაღაც დისტანცია ამ ადამიანთან, არ გადაუხსნათ პირდაპირ ეგრევე გული, რაღაც იმედები არ დამყაროთ მასზე და არ იფიქროთ, რომ всё, ახლა ხვალ დავქორწინდებით და რაღაცები მოხდება, ხო? აი, ასე არ მიუდგეთ ამ საკითხს. შეგიძლიათ ეკონტაქტოთ, მაგრამ უფრო საკუთარ ცხოვრებაზე გადაერთეთ და უბრალოდ, არის ვიღაცა ესეთი თაყვანისცემელი, ვინც ჩდება თქვენ სასიყვარულო სფეროში, ხო? აი, ამიტომ არის ეს სფერო აქ ძირითადად აი ეს ისტორია აქ პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ძალიან ჩავიძი ახლა მე კიდე მეორე სფერო მაქვს თვითგანვითარების. კარგი, თვითგანვითარების სფერო. თვითგანვითარებაში რა ხდება აქ? რატომ არის ეს ასე აქტიური ამ 7 დღის მანძილზე. აქ ბევრი რაღაც ხდება. აქ ხდება ზუსტადაც ის, რომ რაღაც იცვლება თქვენს შინაგანში, რაღაც იცვლება. აქ შესაძლოა ძველი შეხედულებები, ან რაღაც ძველი მძიმე ისტორიები, რაც სულთან დაგქონდათ და ხელს გიშლიდათ თუნდაც აი ამ სასიყვარულო სფეროში, ხო? ან ნებისმიერ კიდე სხვა სფეროში. აქ შეიძლება იყოს საკუთარი თავის არსიყვარული, მუდმივ მსხვერპლის პოზიციაში, რაღაცეების დათმობა, სხვებისთვის, ან ზედმეტი ლოდინი, უმოქმედობა. აი ეს ყველაფერი, აი ამ ყველა პოზიციის მოშლა და რაღაც უკან დატოვება და რაღაცეების აქ გადაფასება. უფრო საკუთარ თავის საკუთარი ინტერესების დაცვა, საკუთარ სურვილებზე, ასე ვთქვათ, აყოლა, ხო? აი მაგალითად მინდოდა სულ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ დრო არ მქონდა, შესაძლებლობა არ მქონდა, ან სულ მიზეზებს პოულობდი და აი ახლა არის იმის დრო, რომ რაღაც ახალი ვისწავლო, რაღაც ახალი ჰობი ვიპოვო და ამით მეც საკუთარ თავს ვასიამოვნო და პლუს განვითარდე, ხო? აი უფრო ეს თემატიკა არის აქ თვითგანვითარების საკითხში. ეს თვითგანვითარების საკითხი დაკავშირებულია ამ სასიყვარულო ეს ორი, იმიტომ ამოვიდა, რომ ეს ორივე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და ზუსტადაც ამ პიროვნების გამოჩენა, ვინც ამოვიდა აქ სასიყვარულო სფეროში, განაპირობებს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ თავს, უფრო მეტად იფიქრებთ საკუთარ თავზე, ხო? აქ ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი ესეთია, გაკვეთილივით არა, მაგრამ ისეთ სიტუაცია, რომ დაგეხმარებათ საკუთარ თავთან კიდევ უფრო დაახლოვდეთ, კიდევ უფრო რომ მოусმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციას, საკუთარ ემოციებს, ხო? და აი ლიჟბი ვიღაცისთვის არ გაიტეხოთ გული და ლიჟბი ვიღაცა არ შემოუშვათ თქვენს რაღაც გულში. ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ რაღაც სხვა სიტყვა ახლა ვერ მოვძებნე და ამიტომ ასე იყოს. კარგი, რჩევა თვითგანვითარებასთან დაკავშირებით. აქ აუცილებლად იმოქმედეთ, აქ ძალიან ბევრი ენერგია გექნებათ შინაგანად. ამ 7 დღის განმავლობაში თქვენ თვითგანვითარებასთან დაკავშირებით, ბევრი იდეა, ბევრი რაღაც გაკეთების სურვილი შესაძლოა ასევე რაღაც ისეთი ქმედებები, რაც თქვენ გარეგნობასაც ხელს შეუწყობს, ხო? შეიძლება იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, უფრო ისეთი აქტიური ქმედებები, რაც თქვენ შინაგანსაც დაეხმარება და თქვენ გარეგანსაც, იმიტომ რომ აქ თვითგანვითარებაში ტოტალური ცვლილებაა, რაც თვითშეფასების ამაღლება, საკუთარი თავის უფრო მეტად შეყვარება, საკუთარი კრეატიული იდეების რეალიზება, ხო, აი ყველაფერი ეს არის აქ. ესე რომ მართლა არჩეულებრივი ამბებია, ძალიან სასიხარულო აქ პირველ პოზიციისთვის. კარგი, აქ აღარ ჩავაციკუდები მეც და უბრალოდ ვიკითხავ რჩევას პირველ პოზიციისთვის, ხო, ამ 7 დღის მანძილზე, ამ სიტუაციებიდან გამომდინარე რჩევა. My sexuality is sacred. ანუ გახსოვდეთ, რომ თქვენი სექსუალურობა არის ძალიან საკრალური, ხო? საკრალური რას ნიშნავს? საკრალური არის ის, რაც არის სიღრმისეული მომენტში, რაღაც მაგიურიც კი არის, ხო? ეს დაკავშირებულია ჩემს ინტუიციასთან, ჩემს შინაგან მესთან, ჩემს სურვილსთან, რომ გავამხილო ჩემ ადამიანს ეს ჩემს სექსუალურობის ეს მხარე თუ არა, ხო? ამავდროულად რო არ შეხედოთ თქვენს მიმზიდველობას, თქვენს სექსუალურობას, ისე რომ ეს რაღაცა ისეთია, ტაბუ დადებული თემა, ან რაღაცა ცუდია, ხო? არა, არამედ პირიქით, აი უფრო მეტად შეიყვაროთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული და გახსოვდეთ, რომ აი ეს ძალიან ისეთი
როგორ გადმოვცეს სწორად ახლა ისე რომ მიხვდეთ, რასაც გულისხმობს სიტყვებით, ამას ვფიქრობ, რომ ეს არის საკრალური, ეს ყველასთვის არ არის, ყველა არ არის მის თქვენი სექსუალურობის ღირსი ყველა არ არის, ხო? აი ასე ყველაზე მარტივად ალბათ თუ გადმოვცემ ამ სიტუაციას. სხვათა შორის ესეც მინდა აღვნიშნო აქ, რომ ნუ ძალიან დიდი ხანი ამ დასტას ვიყენებ, ხო? საჯარო გაშლებშიც და ინდივიდუალურშიც და ისეც და ეს რჩევა ჯერ არ მომსვლია და ძალიან საინტერესოა ეს. აქ პირველ პოზიციის გაშლას მე დავარქმევდი ისეთი რა, საკუთარი თავის შეყვარების ფაზა. რა თქმა უნდა, ადეკვატურ ფარგლებში, ჯანსაღ ფარგლებში. აი, ეს არის აქ, ეს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა და გისურვებთ, რომ საბოლოოდ შეიყვაროთ საკუთარი თავი და დაინახოთ, როგორი არაჩვეულებრივი ხართ. მადლობა პირველ პოზიციას, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი, დალაიქეთ ეს ვიდეო თუ ღებულობთ ამ ინფორმაციას და ვისაც ჯერ არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ინდივიდუალურ ტარო სესიებთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ შენახოთ. ჩვენ კი გავაგრძელოთ გაშლა. მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ მეორე. ცოტა ესე, ნოკარი ასე იყოს. ვნახოთ მეორე პოზიციის ცხოვრებაში მე გადმომივარდა კარტი ორიანი ხმლები. შესაძლოა ორი სფერო იყოს აქ. წუთით. ვნახოთ აბა ამ 7 დღის განმავლობაში რომ აი მე ნუ რა ხდება რა. ამ 7 დღის განმავლობაში რომელი სფერო იქნება აქტიური, რომელ სფეროში გააქტიურდება ენერგიები და რა მოხდება ხო? ნახოთ. და მეორე პოზიციის ცხოვრებაში ამ 7 დღის განმავლობაში რომელი სფერო იქნება აქტიური მაღალი არკანით. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვითგანვითარება, ფინანსები, კარიერა, სამსახური ერთად იყოს, რუტინული რაღაც საკითხები თუ ყველა სფერო ერთად. აბა ვნახოთ. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური ამბები, რუტინული საკითხები, ყველა სფერო. ყველა სფერო ერთად იქნება აქ. მაღალი არკანი არც ეც არ ამოვიდა. შესაბამისად, რაღაც ისეთი რომ თქვათ, რომ განსაკუთრებული ენერგიები იქნება რომელიმე ერთ სფეროში, აქ არ არის. ყველა სფეროში რაღაცეები ხდება. თუმცა მინდა აღვნიშნო რაღაც რუტინულ საკითხებს, რაც შეეხება ყოველდღიურ საკითხებს, ხო? აქ არის რაღაც overthinking, აზრების ჩახვევა, ნერვიულობა, სევდა, შფოთვა, სტრესი და ის მსგავსი ამბები. სხვათა შორის საკმაოდ ენერგიებია არასტაბილური, შფოთვარეც, მაგრამ ამავდროულად რაღაც სასიხარულო ამაღელვებელი ისტორიებიც ბუნებრივი იქნება. ნუ აქ რაღაც ისეთი სფერო ერთ-ერთი გამოკვეთილად არ აგვაქვს და ამიტომ ახლა ყველა სფერო რომ არ მომიწიოს აქ ყველა სფეროში ჩაგერქიმალება, ნახოთ უფრო მეტად რომელი სფერო განვეხილოთ, ახლა რომელი სფეროში გააქტიურდება აქ ენერგიები მეორე პოზიციის ცხოვრებაში მშვიდი დღის განმავლობაში, მაინც სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური, ფინანსები, რუტინა. აბა რომელი მაინც სასიყვარულო, კაი, ჯანმრთელობა, ესე იგი, თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური, არა, 8 სხვათა შორის კარიერაში და სამსახურში, აი, კარიერა, სამსახური, ფინანსებში აქ იქნება რაღაც ცვლილება, აქ მეორე პოზიცია ღელავს ამ თემებთან დაკავშირებით, შესაძლოა ძალიან შფოთავდეს, რადგანაც გაურკვეველი იყოს, რაღაც ისეთი სიტუაციები შესაძლოა იყოს, რაც თითქოს და არ იცის მეორე პოზიციამ რა იქნება, რა მოხდება ხო და რთულია, რომ რაღაც აკონტროლო რაღაც მხრივ. მაგრამ ეს აუცილებლად შეიძლება აქ იქნება ცვლილებები, თუ პესიმიზმს და შფოთვას მოაშორებთ ამ სიტუაციას, იქნება საერთოდ უფრო ბევრად კარგი. რუტინა. ნუ რუტინაშიც იქნება რაღაც სასიხარულო ცვლილებები, როგორც აღვნიშნე, ხო? აი ამ რაღაც მძიმე, მღელვარე ნერვიულ ენერგიებიდან გამოსვლა და რაღაც სხვა ასპექტებზე ყურადღების გადატანა, რაც უფრო მეტად გაგახარებთ, ხო? აქ მაინც სასიყვარულოზე ამოვიდა არკანი, ხო? მაინც სასიყვარულო თემა, ამიტომ ნუ დავტოვოთ სასიყვარულო თემატიკა აქ. დავტოვოთ სასიყვარულო თემატიკა. კარგი. სასიყვარულო სფეროში, აბა
ნახოთ, აბა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ამ 7 დღის განმავლობაში რა ხდება? მის სიყვარულის სფეროში რო აქტიურდება აქ ენერგიები, რა ხდება? რა ხდება? რაღაც ახალი ხდება აქ. რაღაც ახალი რა რომ მიძინებული ქონდა თასების დედოფალი თუ რომ ელოდებოდა რაღაც ახალს. კი, აქ მეორე პოზიცია კიც ელოდებოდა რამე ახალს და თან ის თასების დედოფალი რაც ჩვენში ყველაში ცხოვრობს, ხო? აი, სურვილი რომ ვიღაცას ვუყვარდეთ და ვიღაცას ვაჩუქოთ, რაღაც ჩვენი მზრუნველობა, ვიღაცამ გვაგრძნობინოს თავი ქალად, ვიღაცამ გვაგრძნობინოს, რომ აი მას მოვწონვართ და ჩვენც ავივსოთ ემოციებით, ვიყოთ რომანტიკაში, აი ასეთ განცდებში რო ხარ, ხო? აი ეს განცდები უნდა აქ მეორე პოზიციას ელოდებოდა კიდეც, რომ ნუ რაღაცა მოხდეს ახლა, რაღაცა ვინმესგან, რაღაც ასეთი, ხო? და შესაძლოა ნუ რაღაც უკვე გარკვეული დრო არ არის ეს მომენტი, ხო? ამ ეს სურვილი რაღაც გარკვეული დრო ვერ კმაყოფილდება, ხო? მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში და ზუსტად ეს არის აქ, რომ რაღაც ახალი იწყება აქ მის სასიყვარულო სფეროში ამ 7 დღის მანძილზე. რა არის ეს მაჩვენეთ? შინაგანი ტრანსფორმაცია არის აქ. შინაგანი ტრანსფორმაცია არის, რომელიც მოხდება თქვენს სასიყვარულო სფეროში. ეს ხდება რატომ? თვითონ მეორე პოზიცია რაღაც საბოლოოდ რაღაც თავის ყოფილ ურთიერთობებს, ან შეხედულებებს, რაღაც უკანტოებს, ანალიზებს და ამ რაღაც სცენარებიდან გამოდის, თუ კონკრეტულად ვიღაც პიროვნება ჩნდება მის სასიყვარულო სფეროში და ეს ამის ეს თქვენს არა, ნუ ვიღაცაც არის ხო შეიძლება ეს კარტი ხო გადმომევარდა მეორე პოზიციაზე რომ ჩეხავ დასტას ასე რომ უეჭველი აქ პიროვნებაც არის, მაგრამ უფრო მეტად თქვენ, უფრო მეტად აქ მეორე პოზიცია ამბობს, რომ აი რაღაც ძველი ტოქსიკური სიტუაციებიდან საბოლოოდ გამოსვლა არის აქ, რომ აი როდემდე მეგობრებო მომიწია დაპაუზება და ცოტა მოვარდი კონტექსტიდან, მაგრამ აქ რაზეც არის საუბარი, იმაზე, რომ თვითონ მეორე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროში ექნება აქ ესეთი ტრანსფორმაცია, რაც განპირობებულია პირველ რიგში მისი ქმედებით, მისი საკუთარი თავით, რადგანაც ნუ ბოლო-ბოლო როდემდე ვიყო ამ გაურკვევლობაში, მოდის საერთოდ რა, ნუ გადავაფასებ ამ ყველაფერს და ნუ წავალ რა ამ სიტუაციებიდან, ხო, იყო ეს ვინმესთან ურთიერთობის დახურვა, ვინმესთან დაპაუზება ურთიერთობის, თუ საერთოდ ზოგადად თქვენ სასიყვარულო სფეროში აქამდე ვისთანაც გქონდათ ხო ურთიერთობები ამ ყველაფერზე გადახედვა თუ რაღაც კონკრეტული ერთი кейსი ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი აქ იმაზეა, რომ მეორე პოზიცია ამ ყველაფრიდან გამოდის მის სასიყვარულო სფეროში და რა თქმა უნდა აქ ვიღაცაც იგრძნობა, მაგრამ ამაზე აქცენტი იმდენად არ არის, რამდენად თვითონ მეორე პოზიციაზე და ესე იგი, აქ მეორე პოზიცია გამოდის, აბსოლუტურად გამოდის და გამოდის როგორ მისი გადაფასების ამბავი აქ თვითონ რაღაც ის თვითრეფლექსიაშია, რაღაცების გადაფასება, გადააზრება, თუ ვიღაც ჩდება აქ და ამასთან ერთად რა თქმა უნდა, აქ მეორე პოზიციის გადაფასება არის, მაგრამ როგორც ვთქვი, აქ ჩდება ვიღაც კი. აქ ეს ვიღაცა ჩდება, ვისთანაც ასეთი ამბები ქონდა სასიყვარულო სფეროში, თუ საერთოდ სხვა პიროვნება მის სასიყვარულო სფეროში. სხვა პიროვნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, ვინც ეხმარება. წყვილი ხართ? პენტაკლების მეფე და პენტაკლების დედოფალი, ხო? აქ შეიძლება ითქვას ისეთ ვიღაცა ჩდება თქვენ სასიყვარულო სფეროში, ვინც არის თქვენი მეწყვილე, ვინც შეგეფერებათ და ვინც აი მინდა რომ გაჩვენოთ. აი ამ გაურკვეველი რთული სიტუაციებიდან დაგეხმარებათ გამოსვლაში და საბოლოოდ დასვამთ წერტილს აი ამ ასე ვთქვათ ჩირქიან ისტორიებში თქვენ სასიყვარულო სფეროში, რასაც გქონდა ადგილი, რომ ეს საბოლოოდ დახუროთ და საერთოდ გაიწმინდოთ, ხო, ამ გაურკვევლობებიდან თქვენ სასიყვარულო სფეროში და ამიტომაც არის აქ ასეთი აქტიურობა.
ესე იგი აქ ამ მავნე მწარე ისტორიებს ხურავს მეორე პოზიცია აბსოლუტურად ხურავთ ამ ისტორიებს და ასე თავაწეული მიდიხართ წინ და პლუს ეს გეხმარებათ რომ უფრო მეტად დარწმუნებული გახდეთ საკუთარ თავში და აქ პლუს პარალელურად ჩდება ისეთი პიროვნებაც კი ბატონო ვინც საერთოდ მაგრად ასე რომ ვთქვათ გიღებით ბედი რა ამ თქვენს ეს ყველაფერში ამ 7 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი ესეთი საერთოდ ახალია თქვენ სასიყვარულო სფეროში. ეს საერთოდ ახალი ეპოქა იწყება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. მართლა მოსალოცია. კარგი, მაშინ რას ურჩევთ აქ მეორე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით? რას ურჩევთ? რას ურჩევთ? აქ არის, რასაც ურჩევთ, იოცნებობს ვინმე ასეთზე თუ არა, იოცნებეთ ისეთ პიროვნებაზე ზუსტადაც, რომ იმედი იქონიეთ, რომ არსებობს ისეთი პიროვნება, ვიზეც ოცნებობთ თქვენ სასიყვარულო სფეროში. არსებობს ასეთი, თამამად იოცნებეთ და ასე რომ ვთქვათ, მანიფესტაციაც გაუკეთეთ ამ ამბავს, ხო? და ზოგადად კარგი რჩევა მეორე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროში. აი ამ დღების განმავლობაში რჩევა let your inner fire warm you not burn ანუ მიეცი შენს შინაგან ცეცხლს შესაძლებლობა რომ გაგათფოს, მაგრამ არ დაგწვას. აი ამაზე აქვს საუბარი, ხო? ეს რჩევა არის აქ და შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, როგორც თქვენთვის უფრო ახლო არის, ხო, ამ რჩევის გამოყენება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზნით, ხო? არ დაწვათ საკუთარი თავი ან ვინმე. ასე რომ აქ მართლაც საინტერესო ამბები ელოდება მეორე პოზიციას ამ 7 დღის განმავლობაში მის სასიყვარულო სფეროში. წარმატებებს უსურვებ მეორე პოზიციას. აუცილებლად დატოვეთ კომენტარი ამ ვიდეოს ქვემოთ. გამიხარდება თქვენი უკავშირის წაკითხვა. ასევე თუ ეთანხმებით ამ ინფორმაციას და ღებულობთ დავაიქეთ ეს გაშლა ეს ვიდეო და ვისაც ჯერ არ გამოგიწერეთ ჩემი გვერდი, გამოგიწერეთ და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმები მესამე პოზიციას და ვნახოთ ამ 7 დღის განმავლობაში რომელი სფერო იქნება გააქტიურებული მეორე პოზიციის, მეორე თქო, მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ნახოთ, აი, გადმომიხდა შეყვარებულების არკანი და მგონი ისედაც სავსებით ლოგიკურია რომელი სფეროც, მაგრამ ჩავდოთ ახლა ჩვენ ეს დასტაში. ვაი, გამეკრა ხელი შტატივზე და ისევ ხო. ნახოთ, ამ 7 დღის განმავლობაში რომელ ცხოვრებისეულ სფეროში, მესამე პოზიციის ცხოვრებაში გააქტიურდება ენერგიები და რომელი სფერო იქნება ეს მაღალი არკანი თქვა ჩვენ სასიყვარულო სფერო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვით განვითარება, კარიერა, სამსახური, ფინანსები ერთად გავერთიანოთ, რუტინული საკითხები, რაღაც ყოველდღიური საკითხები თუ ყველა სფერო ერთად. ამბობ დავიწყოთ სასიყვარულო. ეს ნახეთ სასიყვარულოზე. რო გადმომივარდა ეს იყო შეყვარებულების არკანი და ესაა სამართლიანობის არკანი. ხო თქვი რომ უეჭველი სასიყვარულო იქნება მეთქი. ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვით განვითარება, კარიერა, ფინანსები, ბლა-ბლა-ბლა, რუტინული საკითხები, რაღაცები, სასიყვარულოები. თუ ყველა ერთ არა, აქ სასიყვარულო. აქაც სასიყვარულო სფეროა. აქაც სასიყვარულო სფეროა. აქაც სასიყვარულო სფეროა და ვნახოთ ჩვენ აქ რა ამბები, რა ვითარებები იქნება მესამე პოზიციასთან. აბა სასიყვარულო სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში აქ ამ სფერო გადმომიდრეავ და ხო. ამ 7 დღის განმავლობაში რა ხდება მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში, რომ აქტიურდება ასე ენერგიები მის სასიყვარულო სფეროში, ხო? რატომ? რა ისეთი ხდება აქ? Okay. Wow. Საინტერესოა. აქ რაღაც არასტაბილური სიტუაცია სრულდება თუ რაღაც ხდება ნათელი აქ მესამე. კი, აქ რაღაც არასტაბილური სიტუაცია სრულდება მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. აქ რაღაც ისეთი
აქ შესაძლოა იყოს ან რაღაცა ტოქსიკური ისტორია ვინმე პარტნიორთან, ხო? ან რაღაცა ფარული ამბები თქვენ სასიყვარულ სფეროში ვინმესთან დაკავშირებით, ხო? ნუ ისეთი, ასე რომ ვთქვათ, გაურკვეველი, ჩამალული, ეს ყველაფერი დასრულდება, ხო? აქ უფრო რაღაც ასეთი ისტორია. აქ არის რაღაც შეიძლება იყოს რომ რაღაც ისეთი ფარული ამბავი გაიგოს ამ ვინმე მის პარტნიორის შესახებ, ან ვინმე იმის შესახებ, ვისთანაც რაღაცა ყველასფერში აქტუალურია ეს პიროვნება მესამე პოზიციისთვის რაღაც ასეთი, თუ ვინმესთან სრულდება რაღაც ისეთი არასტაბილური სიტუაცია. დასრულება აქ უფრო მეტად რაღაც გაურკვეველი არასტაბილური სიტუაციის, რაც იყო მომენტში აბსოლუტურად ისეთი თქვენთვისაც კი ფარული, ხო? რა სტატუსია ურთიერთობის, სად მიდის ურთიერთობა, რას მაძლევს ეს ადამიანი, ასევე შესაძლოა ყოფილიყო ურთიერთობა, სადაც ერთი უფრო მეტ ცდილობს, ვიდრე მეორე. და ნუ ეს იყო ძალიან ისეთი ძალას რო გამოგაცლის, არასამართლიანი, არასტაბილური, არათანაბარი რაღაც ისეთი ურთიერთობა ან სიტუაცია, ხო? ვიღაცასთან ურთიერთობა, ვიღაცასთან სიტუაციაც კი. რაც სრულდება აქ. ეს ამბავი სრულდება აქ. და ამიტომაც არის ასეთი აქტიური ენერგიები თქვენ სასიყვარულ სფეროში და არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო. არის კიდე რაღაც სხვა ამბებიც. კარგი, ვნახოთ, ხო? ნახოთ. რა ხდება აქ, ხო, კიდევ? მესამე პოზიცია სასიყვარულ სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში, რატომაც არის, რა არის, რატომაც არის ეს სფერო ასეთი გამოკვეთილი. ვაუ, ნუ აქ საერთოდ რაღაც სიტუაციას ასრულებს მესამე პოზიცია. არ გამოვრიცხავ ურთიერთობის დასრულებას, თან ისეთი ურთიერთობის, რა ურთიერთობაც რო არ ქვია რეალურად, გაურკვეველი სიტუაციების დასრულებას, გაურკვეველი ურთიერთობებიდან გამოსვლა, ყველაფერი, რასაც შესაძლოა დიდი ხანი გინდოდათ ამ ურთიერთობიდან გამოსვლა, ამ ურთიერთობის დასრულება და რაღაც ასეთი, ხო, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ან გეშინოდათ, ახლა ამის გაკეთება, ასე რომ ვთქვათ, აქ ძალიან ტოტალური ტრანსფორმაციის სიტუაციებია, სადაც თქვენ ასრულებთ ვიღაცასთან სიტუაციას და დაждდა კიდევ არკანი. ვიღაცასთან აქ ასრულებს მესამე პოზიცია ურთიერთობას. აქ შემიძლია თქვა, რომ ურთიერთობის ვიღაცას თუ ზოგი უბრალოდ სიტუაციებს. ზოგთან შესაძლოა იყოს ასეთი ურთიერთობა, რაც უკვე აღწერე, ხო, და ამ ურთიერთობის დასრულება და ზოგთან თუ ურთიერთობაში არ იმყოფებით ან არ არის კონკრეტული პიროვნება ახლა თქვენ სასიყვარულ სფეროში, საერთოდ ამ რაღაცა მაგალითად რაღაც ტოქსიკური პარტნიორების შერჩევა რა ხდებოდა თქვენ დაუნებლიეთ და იზიდავდეთ ამ რაღაც გაურკვეველ სიტუაციებს ვითარებებს თქვენ სასიყვარულ სფეროში, ამის დასრულება. ასე რომ აქ რადგანაც საჯაროა ამ ორ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ და იქ უკვე თქვენთვის რომელიც უფრო ახლოა ის მიიღეთ, ხო? ასე რომ აქ ეს ისტორიაა და ეს ამბავია, რომ გინდ ურთიერთობა, გინდ სიტუაცია, ამის ტოტალურად დასრულება, რაც გიშლიდათ ხელს, რომ რაღაც ჯანსაღი, სტაბილური ურთიერთობა აგეგოთ, დაგეწყოთ ან გამგევითარებინოთ ვინმესთან ერთად თქვენ სასიყვარულ სფეროში. და რა იცვლება აქ მის სასიყვარულ სფეროში, მის ამ პოზიციასთან? ამ დღების გამოში ეს მოვიდა ეს კარტიც კარგი დავდოთ ეს რა იცვლება. რაღაც ახალი. აქ მოდის რაღაც ახალი. ახალი არჩევანი, აქ ახალი არჩევანი და არჩევანი ის რომ აირჩიოთ ის რისი ღირსიც ხართ, ის რაც გინდათ, ან ის ვინც გინდათ, ხო? მაგალითად ვინმე მამაკაცი, ვინც მოგწონთ. ესე იგი აქ თავარი, რატომაც არის ეს სამართლიანის არკანი აქ სასიყვარულ სფეროში, იმიტომ რომ ხდება რაღაცის მოჭრა, გადაჭრა, აუცილებლად. ძველის მოჭრა, გადაჭრა, მოგვარება და სიახლესკენ წასვლა. და რა სიახლე? რა სიახლე იქნება მის სასიყვარულ სფეროში ამ 7 დღის განმავლობაში? აქ არის ვიღაცა ხმლების რაინდი, ვინც შენატრის მესამე პოზიციას, ვის მიმართაც რაღაც ემოციებიც არის აქ. ეს ხმლების რაინდი ვიღაც ახალი პიროვნება ჩნდება მესამე პოზიციას სასიყვარულ სფეროში თუ იცნობს მესამე პოზიციას.
არა იცნობთ პენტაკლები სტაბილურად ვიღაც ისეთი აქვს თქვენ საზღვაო სფეროში გარდა იმ სიტუაციების რაც არის იქ ვისაც ძალიან მოსწონხართ შესაძლოა ვიღაცას ემოციებიც კი გქონდეს თქვენს მიმართ და ეს პიროვნება აქტიურად გამოჩნდება თქვენ საზღვაო სფეროში ამ მომდევნო დღეების განმავლობაში და ეს იქნება ახალი კიდევ რაც არის აქ ხო რჩევა ამ ყველა სიტუაციასთან დაკავშირებით მესამე პოზიციას აქ მომდევნო ოკეი აი რჩევა აქ ზოგადად მამაკაცებს გულისხმობთ თუ კონკრეტულად ვინმე არა მამაკაცებს ზოგადად ხო რომ იყოთ უფრო მეტად ყურადღებიანი მამაკაცების მიმართ რაც გულისხმობს იმას რომ ნუ დაელოდებით რომ აი ახლა გამოჩნდება ის ვიღაცა ვინც იქნება ჩემი ერთადერთი ანუ აქ მოლოდინები არ შეიქმნათ მოლოდინები ხო რაღაც უფრო საღად პრაქტიკულად მიყევით სიტუაციას რაღაც დამიწებულად მიყევით სიტუაციას ხო და აკვირდით რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს კონკრეტული ვინმე პიროვნება თუ იქნება ხო როგორი ნაბიჯებია ეს საერთოდ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს შესაბამისად მოთხოვნილები რეალისტური რა თქმა უნდა ხო და არა რაღაც ზებუნებრივი მოთხოვნილებები ეგეც ამასაც აქვს მნიშვნელობა როგორ ქმედებას გადადგამს ეს პიროვნება ხო დავკარგე სიტყვა შეფერება ეს მისი ქცევა იმას რასაც მე მაგალითად რაც არ ჩემ მოთხოვნილება რასაც ვეძებ ხო თუ არა და ასე შემდეგ ხო ეცადეთ რომ რაღაც იყოთ უფრო მეტად დაკვირვებულები რეალისტურები და პრაქტიკულები თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ დაბალი ხარ შენ მაღალი ხარ და ზედმეტად ჩაკერკიმალება ქცევაში და პიროვნებასთან დაკავშირებით და უარის თქმა ესეც არა აქ საჭიროა ბალანსირება ამ ორი სიტუაციის შორის, ხო? რეალისტურობა, პრაქტიკულობა, შანსი მივცეთ, მაგრამ დავინახოთ, რომ ნუ არის ახლა ეს ის ტიპაჟი, ის კატეგორია, რომ რასაც ჩვენ ვეძებთ, მოგცემს იმას, რასაც ვეძებთ საცეკვაო სფეროში, თუ ნაკლებად შესაძლებელია, ხო? ანუ რაღაც ასე. და აქ კიდევ რჩევა მესამე პოზიციისთვის მის საცეკვაო სფეროსთან დაკავშირებით, ხო? ორიანი, აი რაც ვახსენე, რომ ბალანსირება, ხო? იყავით ბალანსირებულად, ანუ კრიტიკაც, მაგრამ ისე რომ შანსიც ვიცეთ იმას, ვინც იმსახურებს ამას, ხო? ლიჟბი ვიღაცას არა, ვისაც ხედავთ, ვინც დაიმსახურა, ის რომ თქვენ მასზე დახარჯოთ დრო, რესურსი, ენერგია, ჩადოთ ამაში, ხო? რაღაც ურთიერთობაში ჩადოთ რაღაც რესურსი, დრო და ასე შემდეგ. თუ ამას იმსახურებს ადამიანი, რატომაც არა, ხო? თუ არაფერი არ გააკეთა და იქეთ ნერვებს გიშლით, მაშინ რატო, ხო? და რჩევა ზოგადად მესამე პოზიციას. I'm protected by source. ანუ თქვენი გული არის დაცული, თქვენ ხართ დაცული. დაიცავით ამავე დროულად, ხო, თქვენი გული იმისგან, რომ ისევ ვიღაც ისეთ ადამიანმა, ვინც საერთოდ არ არის თქვენი წყვილი, ხო? სამყაროს არ გამოუგზავნია ის თქვენთვის როგორც თქვენი პარტნიორი, აი ამ ადამიანს ნუ მიცემთ იმის უფლებას, რომ ძალიან ახლოს შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ რაღაც სრულ მოლოდინები დააყრდნოთ მასზე. და შემდეგ გეტკინოთ გული ხო? ბუნებრივია სამყარო დაგიცავს თქვენ რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს რაც გულს ძალიან გატკენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენც რაღაც მოდუნდეთ და ასე რომ ჟარგონულად რო თქვათ ბოდიში დაიკიდოთ და საერთოდ მიყვეთ სიტუაციას, ხო? ამასაც არ ნიშნავს და ისევ ბრუნდებით აი ამ კართან რომ მნიშვნელოვანია ჟანგლირება, ხო? არ ვიცი ქართულად როგორ თქვა სწორად. ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტად მოქნილები რომ იყოთ და ასე გამოიყენოთ პრაქტიკული კუთხე, ისეთი პრაქტიკული სტრატეგიული ქმედებაც მიმართოთ და ამავე დროულად იმედი არ დაკარგოთ, პოზიტიურად განეწყოთ, გჯეროდეთ რომ მე რასაც ვეძებ ვიპოვი და თან შანსიც მიცეთ, ხო? და ეს ორი რაღაცა, ორი მხარე ერთმანეთთან ბალანსში მოიყვანოთ და იმოქმედოთ სიტუაციის სამეფ, ხო? აი ეს რჩევა არის აქ. ასეთ სიტუაცია არის აქ მესამე პოზიციის საცეკვაო სფეროში, ასე რომ წარმატებებს უსურებ ყველას, მესამე პოზიციას რა თქმა უნდა წარმატებას უსურებ ასევე. მადლობა ყველას, ვინც მოისმინა და უყურა ამ გაშლას, აუცილებლად დატოვა შენი კომენტარი. ამიტომ ვქვემოთ, დაალაიქე ეს ვიდეო, თუ გაშლას ეთანხმები, ღებულობ ამ ინფორმაციას, ან გინდა რომ მოვიდეს ეს ისტორიები შენ ცხოვრებაში და ვისაც ჯერ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ბევრი საინტერესო გაშლა იქნება წინაც, რა აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ და ვისაც სურვილი აქვს, რომ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე ჩაეწეროს ჩემთან და ჩავატაროთ.
ტარო სესია თქვენთვის ინდივიდუალურად. ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ და გელოდებით. წარმატებები ყველას და დროებით.